ტექნოფემინიზმი სწავლობს ტექნოლოგიას, გენდერს და ძალაუფლებას შორის ურთიერთკავშირებს. იგი კრიტიკულად აანალიზებს თუ როგორ აყალიბებს, აძლიერებს ან არღვევს ტექნოლოგია გენდერულ უთანასწორობას და ამას აანალიზებს ყოველ შრეზე და ყოველ დონეზე, როგორიც არის მაგალითად ტექნოლოგიის დიზაინი და ასევე მისი გამოყენება. შესაბამისად, იგი ცდილობს წარმოგვისახოს და წარმოგვიდგინოს უფრო მეტად სოციალურად თანასწორი ტექნოლოგიური მომავალი. ტერმინი ტექნოფემინიზმი დაამკვიდრა სოციოლოგმა ჯუდი ვაიზმანმა, რომელიც ფემინისტური ლინზით სწავლობს მეცნიერებასა და ტექნოლოგიას. იგი არიზიარებს ტექნოლოგიური დეტერმინიზმის იდეას და მისი აზრით ტექნოლოგია სოციალური ხასიათია, გვინაიდან ტექნოლოგია და საზოგადოება ერთმანეთს აყალიბებს, ერთმანეთზე ზეგავლენას ახდენს და ერთმანეთს აწარმოებენ, ასე რომ ვთქვათ. ჯუდი ვაიზმანი თავის ციკლში ტექნოფემინიზმი ისტორიული მაგალითებით ასაბუთებს თუ როგორ იყო და არის ტექნოლოგია ჩაშენებული უშუალო ტექნოლოგიაში საწყისშივე. იგი ამ ისტორიული ანალიზის ჭრილში გვიჩვენებს თუ ინდუსტრიალიზაციის პერიოდში როგორ ჩამოყალიბდა ინჟინერია ელიტურ და მასკულინურ სფეროდ და როგორ გარიყა და დაჩრდილა ქალთა ცოდნები და ქალთა კულტურა ამ სფეროებში. ასევე ისტორიულ ჭრილში იგი მიმოიხილავს როგორ იყო და არის კაპიტალის სამსახურში ჩაყენებული ახალი ტექნოლოგიები და მათი დანერგვა სხვადასხვა ინდუსტრიებში და საწყისშივე როგორ გარიყა ქალები როგორც იაფი მუშახელი სფეროდან, ვინაიდან ახალი ტექნოლოგიები სხვადასხვა ინდუსტრიებში კაცების დეუნარიზაციას ახდენდა და მათ საჭიროებას ამცირებდა. ამის ფონზე უფრო იაფი მუშახელი და ასევე თანაბრად უნარების არ მქონე ქალები მაღალ კონკურენტუნარიანად მოიაზრებოდნენ, ხოლო კაცები იმის ნაცვლად, რომ ამ პროცესში საკუთარი სამუშაოების შესანარჩუნებლად დაპირისპირებოდნენ ვერტიკალს და თქვათ რესურსების მფლობელებს, უპირისპირდებოდნენ ქალებს, რათა არ დაეშვათ მათი სამუშაო ბაზარზე და სამუშაო ძალაში შემოსვლა და მათთვის კონკურენციის გაწევა. ადრეც და ახლაც მეცნიერებაში და ტექნოლოგიაში გენდერის შესახებ დისკუსიები ესე მასიურად უფრო მეტად ქალთა რეპრეზენტაციას უკავშირდება ხოლმე და ამ დისკუსიებისას აქცენტი გადადის იმაზე, რომ უშუალოდ ქალების და გოგონების ინდივიდუალური ინტერესის დეფიციტი არის და ამის აღმოფხვის შედეგად ტექნოლოგია მეტად ღია იქნებოდა და მეტად მიმღებლური იქნებოდა ქალების და გოგონების მიმართ. თუმცა ამ მიდგომას და აღქმას პრობლემის აქცენტი და ღერძი გადააქვს ინდივიდზე, ინდივიდში ხედავს ამ პრობლემას და არა უშუალოდ სისტემაში. თუმცა რეალობა გვიჩვენებს, რომ თვითონ სისტემა კვლავ რჩება მასკულინურად და ეს კულტურა, რაც არის დასაქმებისა და უშუალოდ სამუშაო ადგილზე პოლიტიკის, არის კვლავ ცალსახად და დიდწილად მასკულინური და ქალებს კვლავ უწევთ დასაქმების პროცესშიც და სამუშაო ადგილზეც მორგება ამ კულტურასთან. უფრო მეტი ადაპტაცია უწევთ ქალებს ამ დასაქმების პირობებში, ვიდრე კაცებს და ამისი ყველაზე ცხადი და პირველი მაგალითი არის ზრუნვის შრომის დისბალანსი, თუმცა არა მხოლოდ ეს. თავის დროზე კიბერსივრცის გაჩენამ ძალიან მძლავრი იმედი გააჩინა მათ შორის ფემინისტებში ემანსიპაციის შესახებ, ვინაიდან კიბერსივრცე მოიაზრებოდა და მოიაზრება ჯერ კიდევ მეტად ღია და დიფუზურ სივრცედ, რომელიც უფრო სოციალურ კავშირების დამყარებაზე და სოლიდარობაზე არის დაფუძნებული, რომელიც უნდა იყოს წარმოდგენილი არის და აქვს პოტენციალი იყოს არაიერარქიული და მმართველობის გარეშე მყოფი, თუმცა მალევე ვნახეთ, რომ კიბერსივრცემაც და ინტერნეტ სივრცემაც დააკოპირა და რაღაც შემთხვევებში გაამძაფრა და გაამრავალფეროვანა კიდევაც ძალადობის და ჩაგვრის ფორმები, რომლებიც ფიზიკურ სამყაროშიც არსებობს. ზოგადად აი ამ და სხვა მრავალ რეალობებზე საპასუხოდ ჩამოყალიბდა კიბერფემინიზმი, რომელიც ტექნოლოგიების და მეცნიერების და მათ შორის კიბერსივრცის მასკულინურ ხასიათს არ უარყოფს, პირიქით აღიარებს, რომ ეს ასეა, მაგრამ ასევე ხედავს მას როგორც ემანსიპაციის და გათავისუფლების და ბრძოლის იარაღს და ინსტრუმენტს. მისთვის კიბერთექნოლოგიების გამოყენებაში არის ასევე გათავისუფლების, ავტონომიურობის, თვითგამოხატვის შესაძლებლობა და სივრცე, მათ შორის სხვადასხვა იდენტობების ძიებისთვისაც და ინდივიდუალური და ინტრაპერსონალური, ასევე ინტერპერსონალური ექსპერიმენტებისთვის და
მაინც ფოკუსირებული არის იმ დადებითი შესაძლებლობებისკენ, დადებითი ცვლილების მოტანისკენ, ასე რომ ვთქვათ, რისი იმედიც ფემინისტებს და ზოგადად სოციალური სამართლიანობის მსურველებს გვაქვს. კიბერფემინიზმისთვის მნიშვნელოვანია ხელახლა დავინახოთ და გავიაზროთ ის სოციალური კატეგორიები, როგორიცაა მაგალითად კულტურა და ბუნება, ან ცივილიზაცია და ბუნება, ან თუნდაც ბუნება და ტექნოლოგია და მათი ანტონიმებად წარმოსახვის ნაცვლად და ურთიერთშაპირისპირების ნაცვლად დავაკვირდეთ და შევამჩნიოთ, გავიაზროთ ის საერთო გადაკვეთის წერტილები, რაც გვაქვს, თუნდაც როგორიც არის სისტემური ჩაგვრის ღერძები. მინდა მკითხველმა წარმოიდგინოს სხვა სივრცე, საიდანაც წარმოისახავს განსხვავებულ და ნაკლებად მტრულ წყობას ადამიანებს, ცხოველებს, ტექნოლოგიებს და მიწას შორის ურთიერთობებისა. წერს დონა ჰარავეი, ბიოლოგი, რომელიც პირველი ფემინისტი იყო, რომელიც უფრო მეტად მჭახე ოპტიმიზმით შემოიჭრა, ასე რომ ვთქვათ, ფემინისტურ სივრცეებში. და მისთვის ტექნოლოგია არ არის აუცილებლად წმინდა და უპრობლემო. იგი ზეიმობს ტექნოლოგიას ისეც, როგორიც არის, თავისი ნაკლოვანებებით და გამოწვევებით და მოგვიწოდებს საზოგადოებას, რომ მივიღოთ ისი თავისი სრული სახით. და მისთვის ტექნოლოგია დადებითი სურპრიზების მაწარმოებელიც არის და ასე ვთქვათ, ამაში ხედავს სამყაროში სხვადასხვა აქტორების, მათ შორის მიწის და სხვადასხვა ბუნებრივი რესურსების და არაადამიანი არსებების და ასევე ადამიანი არსებების შორის სიმბიოტური ურთიერთობის პოტენციალს და აი ამ ისევ რაღაც დადებითი утоპისტური შეიძლება ითქვას წარმოსახვისკენ მოგვიწოდებს, რასაც უფრო მეტად მივყავართ სოციალურად სამართლიანი გადაჭრისკენ საზოგადოებრივი წყობისა. საბოლოო ჯამში ტექნოლოგიაზე შესახებ ფიქრი და მსჯელობა ისტორიულად მუდმივად აირეკლავდა როგორც შიშებს და შფოთვას, ასევე იმედებს მომავლისა და ტექნოლოგიის რაგვარობისა და შედეგებისა და მუდმივად ეს კითხვა გასდევდა ამ პროცესს და გასდევს, არის ტექნოლოგია утоპია თუ დისტოპია. თუმცა მგონია, რომ ცოტა სხვა კითხვებიც უნდა დავსვათ, როდესაც ამაზე ვსჯელობთ, მაგალითად ის თუ ვინ ქმნის, ვინ აკონტროლებს ტექნოლოგიას და ვის აქვს რესურსი ცვლილებებისთვის. მაგალითად რეპროდუქციული ტექნოლოგიები, თანამედროვე რეპროდუქციული ტექნოლოგიები შეიძლება გამოყენებული იქნას ქალების კონტროლისთვის, მაგრამ მეორე მხრივ არსებულ უთანასწორო სისტემაში მათ აძლევს არჩევანის და ავტონომიურობის საშუალებას. ტექნოლოგია შეიძლება იყოს როგორც ჩაგვრის განამტკიცებელი, ასევე ემანსიპაციის და გათავისუფლების წინააღმდეგობის იარაღი და უნდა დავსვათ ასევე კითხვა ტექნოლოგიის გამოყენებით ფუნდამენტურად ვცვლით მას და იმ სისტემას, რაშიც ვარსებობთ, თუ უბრალოდ ვერ გებით მას. ომის ტექნოლოგიებით და ბუნებრივი რესურსების მომპოვებელი ტექნოლოგიებით დაზიანებული თუ სრულიად გაცამტვარებული ბუნება მოკლე, საშუალო ან გრძელვადიან ვადაში თავისით ადაპტირდება და რაღაცნაირად აღიდგენს თავს, მაგრამ სად გადის ზღვარი გონიერ მოხმარებასა და განადგურებას შორის კვლავ სადავო რჩება.